პასუხი შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მზარდ მოთხოვნებზე დასაქმების სააგენტომ პროფესიულ კოლეჯებთან ერთად უფასო სასწავლო ტრენინგები ონლაინ სივრცეში დაიწყო. 31 აგვისტოს ჩათვლით ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა უფასოდ დაეუფლოს ციფრულ და სამეწარმეო პროფესიებს, რომლებზეც დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. პროგრამის მასშტაბებსა და რეგისტრაციის პირობებზე ნინი მაისურაძე გიამბობთ. მარიამ ბურდული სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია და უმაღლესი სწავლის პარალელურად მისი პროფესიისთვის მნიშვნელოვან უნარებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უფასო ონლაინ კურსით შეისწავლის. პროფესიული, ციფრული, ენობრივი და სამეწარმეო უნარების განვითარების მსურველთათვის კურსებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო. პირველადი რეგისტრაციის შემდეგ მსურველები სააგენტოს სერვის ცენტრებში გაივლიან კონსულტაციას. შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევა. კურსებზე რეგისტრაცია 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უნივერსიტეტთან შეთანხმებით გამიარა და ამემაღლებინა ცოდნა Excel-ის, Word-ის, PowerPoint-ის მხრივ, რაც თვლი, რომ შემდგომ დასაქმების მხრივ ძალიან დამეხმარება, რომის ბაზარზე ძალიან ითხოვენ აი ამ პროგრამების ცოდნას. ონლაინ სწავლებას სხვადასხვა პროფესიული კოლეჯები უზრუნველყოფენ. ციფრული და სამეწარმეო უნარების განვითარებაში შეუწყობს ხელს მსურველებს კოლეჯი, რომელიც ციფრულ სფეროში ქვეყანაში მოწინავეა და სახელმწიფო დაფინანსებით არაერთი სტუდენტი დაასაქმა. ციფრული კომპეტენციების მიმართულებით შევასწავლით საინფორმაციო და ტექნოლოგიურ პროგრამებს, რაც შეეხება სამეწარმეო კომპეტენციებს, შეისწავლის პროექტების დაგეგმვას საწყისი ეტაპიდან ბოლო წერტილამდე, თუ როგორ უნდა განახორციელოს მისი ბიზნეს იდეა. წელს პროგრამას მნიშვნელოვანი სიახლე აქვს. ციფრული და ენობრივი კომპეტენციის კურსების გავლას ფიზიკური ფორმატით შეძლებენ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ქალები. ეს მიმართულებები მსჯავრდებულთა სურვილის გათვალისწინებით შეირჩა. ეს გახლავთ მულტილინგური, მოიცავს ინგლისურ და გერმანულ ენებს და ასევე ციფრული კომპეტენციები, მათი განხორციელება მათ შემდგომ ინტეგრაციას საზოგადოებაში გარკვეულწილად შეუწყობს ხელს. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სრულწლოვანს ეძლევა შესაძლებლობა ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში, გამოიჩინონ აქტიურობა, დარეგისტრირდნენ ამ კურსზე, რომელიც არის სრულიად უფროსო. ახალი სასწავლო კურსები იმ საკვანძო კომპეტენციებს მოიცავს, რომელსაც შრომითი ბაზარი ითხოვს. სწავლა კი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.